საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში SSRK-ს რესპუბლიკები არეულობამ და ქაოსმა მოიცვა. ბუნებრივია საქართველოშიც მოვლენები უმძიმესად განვითარდა. 1989 წლის 9 აპრილს SSRK-ს ჯარებმა თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში და ქვეყანაში განვითარებული არეულობის ფონზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ადგილობრივი სამხედრო გაწვევა გამოაცხადა. ახლად შექმნილმა თვითგამოცხადებულმა აფხაზურმა გვარდიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაიკავა. მოგვიანებით კი აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება აღადგინა. ამის საპასუხოდ თბილისში დროებით მოქმედმა სახელმწიფო საბჭომ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ტერი რო შეუვა სახში, ნებისმიერი აიღებს იარაღს. და იგივე გავაკეთე მე და მიუხედავად იმისა, რომ დარჩი ინვალიდი და ნახევარი სხეული დაგლეჯილი და დაფლეთილი მაქვს, არ ავნანობ. ეხლაც რო დაიწყო საომარი ვითარება, ეხლაც წავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 47 წლისა ვარ, მაინც წავიდოდი. მე ვარ ვლადიმერ ერემიანი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი აფხაზეთში და სამაჩაბლოში. მე გახლავართ მამუკა არეშიძე, პროფესიით ჟურნალისტი. აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობდი როგორც ჟურნალისტი, როგორც რეპორტიორი. ხოფერია არჩილ. არჩილ ხოფერია, ჩემი ძმა ჯამბულატ ხოფერია. 24 ბრიგადის აღმოსავლეთის ფრონტის მხედრიონის შემტევთა მეთაური ლანჩხუთის მხედრიონი. აპრილი იყო პირველი დაპირისპირება ცენტრსა და რეგიონის მოსახლეობას შორის. ეს ხდებოდა, ესე იგი, სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ეს ხდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ის დაპირისპირებები, რომლებიც არსებობდა იქაურ ეთნოსებს შორის, ეს ნელ-ნელა ზედაპირზე ამოტივტირდა და მოკლედ ანტიცენტრისტული მიღრობა დაიწყო ძალიან სერიოზულად. ამ შემთხვევაში საქართველოში მოვიდა ზვიად გამსახურდიას მთავრობა. გასაკვირველია, საბჭოთა ხელისუფლება ასე ვერ შეურიგდებოდა და მოსკოვი ვერ შეურიგდებოდა დაკარგვას თავისი გავლენების სფეროში და ამიტომ დაიწყო კონტრღონიძიების გატარება, შეიქმნა ეგრეთ წოდებული ინტერფრონტები, განსაკუთრებით ეს იყო ნაციონალურ რესპუბლიკებში, ავტონომიურ ოლქებში, ავტონომიურ რესპუბლიკებში. მათ შორის ანალოგიური ვითარება შეიქმნა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და დაიწყო ეს მოძრაობები იქაც. აფხაზეთში ჩამოყალიბდა აიდგილარა, ესეთი სახალხო ფრონტი ერთგვარი, ცხინვალში ჩამოყალიბდა ადამონიხასის სახალხო ფრონტის მაგვარი, ინტერფრონტის მაგვარი ორგანიზაცია და დაიწყო ანტიცენტრისტული, ამ შემთხვევაში ანტითბილისური მოძრაობები, რომელიც მხარდაჭერილი იყო მოსკოვის მიერ. ამ დაპირისპირებებს ორივე შემთხვევაში მოყვა უკვე საომარი მოქმედება. საშუალებას უნდა ითქვას, რომ ქართული მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაშევებული იყო სერიოზული შეცდომები. ანუ პრინციპში შექმნილი იყო პროვოკაციული ვითარება მოსკოვის მიერ, პროვოკაციული ვითარება გულისხმობს ხაფანგს და ამ ხაფანგში თავი გაყო მაშინდელმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. საბოლოო ჯამში ამას მოყვა ომი. ჩვენთან ერთად თავისთავად იყვნენ ამ ქვეყნის შვილები, ვინც აქ ცხოვრობდა. ყველა რუსი, სომეხი, ქურთი, იეზიდი, ვინმე არ მინდა გამომჩეს ოსი, ვინც საქართველოს თulis საკუთარ სამშობლოს და ისინიც ისე გმირულად, კაცურად, ადამიანურად
ვაშკაცურად იბრძოდნენ ამ მიწისათვის, როგორც ქართველები. ძველი მეომრები ავტობუსებით ოჩამჩირისაკენ გადახარდა. დაპირისპირების ისეთი კერები გაჩნდა, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. თქვა ეთნოსებს შორის, ხო? საბოლოო ჯამში გამოიკვეთა საინტერესო სურათი, მაგალითად აფხაზეთს ყავს ქართველი 16 გმირი აფხაზებს ამ ომის შედეგად. ლეონის ორდენის კავალერი. ეს თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ კონფლიქტი იყო პოლიტიკური და არა ეთნიკური, როგორც ხშირად მოსკოვში ასახებენ ხოლმე ამას. გარდა ამისა, იქ მაცხოვრებელი ერების გაყოფა და მათი მონაწილეობა დაპირისპირებული მხარეების ხალხსაჭირად. ყველასთვის ცნობილია მაგალითად თბილისში ნებისმიერ შეულიეკითხავს, რომ სომეხი მოსახლეობა იყო აფხაზების მხარეს. იქაური სომეხი მოსახლეობა, რაც პრინციპში რეალური სურათი არ არის და არ ყოფილა ასე, მთლიანად რო ყოფილიყო აფხაზურ მხარეს, იქაც გაყოფილი იყო საზოგადოებრივი აზრი და გარდა ამისა, სომეხი მოსახლეობა მაშინ და საქართველოში მარტო აფხაზეთში არ ცხოვრობდა, ცხოვრობდა დანარჩენ საქართველოში და ეს მოსახლეობა სხვანაირად იქცეოდა და ავსებდა ქართული არმიის რიგებს. სადაურები ხართ ბიჭებო? თბილისის ელები ვარ. რამდენი ხანი აქ ხართ? რაც ისამები დაიწყო უკვე აქ ვარ. ეროვნებით ქართველები ხართ? სომხები ვარ. სომხები ხართ. რამდენი ხართ აქ? სომხები 9 კილო, კიდე 9 კილო, 1 კილო კიდე არის კიდე 2. ბატონო? სომხი სომხები ვარ. დიდი ხანია იბრძვის. ღარიბოვი ანდრო თბილისი გამრო. ნაზაროვი როდო თბილისი გამრები სადესანტო საშტურმო ასეულიდან. მე ვარ ლიოვა ასატრიანი, საჯისანტო მოერიში ბატალიონის კაპიტანი. ედუარდ მკრჩა, დაბადებული თბილისში, მომიწია ყოფნა ცხინვალში, აფხაზეთში დავიჭერი. ის რომ სომხები მონაწილეობდნენ ამ ომში, ჩანდა. მიაქციეთ ყურადღება სიტყვა ჩანდას. ჩანდა რომ მონაწილეობდნენ ორივე მხარეს, მაგრამ იცმოდა ბაგრამიანის სახელი მან. ერვანდ მარუტიანი, დაბადებული ქალაქ ბოლნისში. ვიყავი ბოლნისის ბაშიაჩუკის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის წევრი. რაფაელ დოლინიანი, ვარ სამაჩაბლო აფხაზეთის ომის ვეტერანი. ის ბიჭები, რომლებიც აქეთ ამ მხარეს, ქართულ მხარეს იბრძოდნენ და საკმაოდ ეფექტურად თან გმირულად იბრძოდნენ, ბევრი მათგანი დაიღუპა კიდევაც, ამათი გვარები და სახელები არ ფიგურირებდა არსად. თვითონ ომის დროსაც კი. საერთოდ, როცა კონფლიქტი დაიწყო და საფუძველი ჩაეყარა იქიდან მხრიდან ამ ბაგრამიანის ბატალიონს, ანუ ტერმა მოახერხა ამ ყველაფრის ორგანიზება და დაუშვით ჩვენ შეცდომა. ჩვენ ხელმძღვანელობას, ანუ სამხედრო ხელმძღვანელობას მივმართი ამ წინადადებით, რომ ჩვენ შეგვექმნა მსგავსი შენაერთი და თუ იქიდან იყო მარშალი ბაგრამიანი, ჩვენ შეგვექმნა სომხური სამხედრო შენაერთი, ანუ სადაც თავარი ელემენტი იქნებოდა სომხური, რა თქმა უნდა ქართულთან ერთად და ამის შესაძლებლობაც იყო, ამის ხალხიც იყო, იმიტომ რომ უამრავი სომეხი ომობდა ქართულ მხარეს. ქართველებთან ერთად, მაგრამ არ იყო ცალკე შენაერთი და შევთავაზე რომ ჩვენი დიდი ყოფილიყო და დაგვერქვია ჩვენი დიდი დედოფლის სახელი წმინდა დედოფალ შუშანიკის სახელობის ბატალიონი, ასეული პოლკი თუ ასე შემდეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ვიცი, ვერ მოხერხდა. ფერში მაგარი მანქანა. Слушай, в этой стороне у тебя нету балкона? А, нету, да? Андрюха, братуха! Я здесь. Красный тебе приезжал, идем. Простой портой. Шил. Дом моды работал. Шил в брюки. Друзья. Молодой был тогда, еще 25 лет после армии. Работали все, дружили. Нацию никто не выбирал. Все как бы братья были, родные люди были. Ну вот, все разрушили за один миг.
Джамал, снижение шеры первый раз переход когда был? 15-16 марта. 15-16 марта, вот. А потом через верхнюю шеру мы уже на 9-ке стояли. И я был на пулемете, взял пулемет, поднялся наверх, меня посадили в блиндаж, чтобы я отсекал им подход, чтобы не дал им их силы, чтобы подняться. Джемал Сванизе, ყოფილი 23 ბრიგადის მერვე ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. Ათას 992 წელს საბჭოთა კავშირის ჯარიდან გადავედი ჩემი პატაკით გვარდიის სამმართველოში. მე 1992 წელს მე როგორც კავშირის გაბოლოების მუშაკი მივიღე დეპეშა აფხაზეთიდან. 12-ში ყველა ვემზადებოდით რომ გავსულიყავით აფხაზეთის მხარეს. ჩვენ რომ მივდიოდით ჩვენი კავშირის გაბოლოების მანქანით, გაში ისე შესტი იყო. ეგ მანქანა ჰქონდა წაღებული ენზედან. ჩვენი მანქანა იყო კიტოვანის დაცვასთან ერთად მოვუძლებდით. და მეორე ჩვენი კავშირის გაბოლოების მანქანა იყო წინა ხაზზე. და ის გვეუბნებოდა რა ხდებოდა წინ და უგზავნიდა ინფორმაციას, ჩვენ ვეუბნებოდით დაცვას კიტოვანის და თუ რაღაცა ისეთი სახიფათო იყო, კალონა დგებოდა. 17 აგვისტოს ბრძანება გადმოგცეს ჩვენ რომ უნდა გავიდეთ წინ რა სოხუმისკენ. უნდა გავსულიყავით და მე მომხდა ტანკის ნარადი. იქ დავიჭერი კელასურში. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი და ამავდროულად ქართული სამხედროს შენაერთების პირველი მძიმე მარცხი ქალაქ გაგრის დაცემა გახდათ. 1 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ ჩრდილოეთ კავკასიელების და მათი სხვა მხარდამჭერების მეშვეობით რამდენიმე კვირით ადრე დაარღვიეს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და თითქმის დაუცველ ქალაქ გაგრას შეუტიეს. ქალაქი ქაოსმა მოიცვა. მისი დაცვა სულ რამდენიმე ათეულ სამხედროს და ადგილობრივ მოხალისეს მოუწია. მათ შორის იყო თბილისელი სერგო დავიდოვი, რომელმაც უკანასკნელად გაიბრძოლა გაგრის დასაცავად თავის სხვა თანამებრძოლებთან ერთად. სერგო დავიდოვი გავიცანი 1999 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მომზადების და გადამზადების სასწავლებელში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე და სერგოს ურთიერთობა 1990 წლის ბოლოდან, როცა სამაჩაბლოს პირველ ბრძოლებში მოგვიწია ყოფნა ერთად. სერგო იყო საბჭოთა არმიაში ნავსახურები, რომელსაც გავლილი ჰქონდა სამსახური 80-იან წლებში ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკაში. სერგო იყო თავიდან ბოლომდე საბრძოლო საქმის სპეციალისტი, საუცხოოდ ფლობდა ყველანაირ საბრძოლო შეიარაღებას და მიწიზე და სამხედრო ტექნიკას, იყო ტაქტიკურად განვითარებული. საომარი მოქმედებების დროს ძირითადად გაგრაში როცა მოგვიწია უკვე ყოფნა, ნებისმიერი სახის დახმარებას უწევდა სხვადასხვა დანაყოფის მებრძოლებს, ეს იქნებოდა შეიარაღების შეკეთებაში, საბრძოლო ტექნიკის ამუშავებაში თუ ასე შემდგომ. 3 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას იმას სამშვიდობო შეთანხმებას 92 წლის. ჩამოიყვანეს ბავშვები, ჩაგახსნეს სკოლები და დაიწყო სწავლა იმაში. სკოლებში ჩვეულებრივად ბაღები ფუნქციონირებდა, ქალაქი დუღდა ყველაფერი. 1 ოქტომბერს დაიწყეს შტურმი. ჩვენ ამ დროს გვიწევდა ჩვენ ჯგუფს სხვადასხვა ადგილებზე, ლოკაციებზე ყოფნა და თებში ვიყავით ერთ-ერთ უღელტეხილზე ზემოთ ასულები. გათენებისას ამოგვაკითხა გაგრის პოლიციის უფროსის მაშინდელი კომენდანტის მოადგილე იყო იმის მძღოლმა, რომ გაგრაში შემოსვლა დაიწყეს უკვე. გაგრაზე შტურმი ავუდა, იქიდან არ მოშორებით ვიყო და სასწრაფოდ მეთი BMP-ი ჭირდება თქვენი დახმარება და ჩამოდით ქვემოთო რა. ჩვენ რო გაგრაში ჩამოვედით უკვე
ერთი ესეთი პატარა ქუჩა როგორც აბაშაში არის და ჩვენ ესე ახლა მთიდან ჩამოვიდეთ და აი აქ რო იყოს უკვე მთელი გაგრის მოსახლეობა აბსოლუტურად შეყოლა თავმოყრილი რა და შტორმი დაწყებული არის ღამე შემოდიან უკვე იღებენ გაგრას და დავალებაც იყო ბრძანებაც იყო მაგრამ არ გჭირდებოდა ჩვენ დავალება და ბრძანება უბრალოდ საკითხი იყო ესეთი რომ ქალაქში დარჩენილი არის მოსახლეობა ეს უცებ რომ მოხდა ყველაფერი ვერ ახერხებს უკან გამოსვლას ისინი მოდიან და მოდიან რა ვერ ახერხებს გაგრის დაცემის დროს რომ ჩამოვედით ჩვენ სალაპარაკოდ ვიყავით ბენეპე და გადმოს მე და სერგო ერთად ვიჭიქით ბენეპეში მე რო გადმოსული ვიყავი ერთი იყო ჩვენი გოგიტა კიკნაძე რომელიც იმ დღეს დაიღუპა მაშინ მათ ის ჩაძვრა შიგნით და დახურა შიგნით იცოდა რომ გავაგდებდით იქიდან რა ისი ქამ უნდა ყოფილიყო პატარა იყო რა სერგომ ცხონებულმა თქვა ეგდოს ჩემ გვერდზე რომ დაცული მაინც იქნება გარედანო აი ხო იცი ტყვეებიდან რაღაცები ჩვენ გარედან დაარჩი გარედან ეს სერგოს სიტყვებია რასაც გეუბნები ის დარჩა შიგნით მე რო შევედით უკვე ბრძოლები და რაღაცეებით ის სერგოს ეხმარებოდა შიგნით იმეც სნარიადებს აწვდიდა სერგო ისროდა სერგო ბომბამდა იქაურობას რა ბეები და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ უცებ გაისმა ხმა რომ ჩვენები ბრუნდებიან უკნიდანო და ერთი ბეები მოდის მოსახმარებლად ეს უცებ ისეთ სწრაფად მოხდა და წამებში მოხდა ყველაფერი რომ გააზრება ვერც მოასწარეთ ამ დროს გაისმა სროლის ხმა და ბეების აი მომავალი ბეების შეჯახების ხმა და სინამდვილეში აღმოჩნდნენ არა ჩვენები არამედ აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო დანაყოფის მანქანა დაეჯახა შეაჭდა ის შეესრულა გაიგე და იმ სადაც ლუკი იყო სადაც გოგიტა კიკნაძე და სერგო იჯდა ის თლიანად მოწყვიტა მე და მამუკამ ესენი არ მივატოვეთ ჩავდეთ რაფში რაფი იყო იმ რაფში ჩვენს გარდა კიდე სხვა დაჭრილებით ჩაჯდნენ ადგილობრივები და შერეული ხალხი იყო რა ვიცი დინამო სტადიონიდან ხალხი რო იშლება და რო გამოდის როგორი პროვოკაა და როგორი ხალხია ხო წარმოდგენილი გაქვს ეს ხალხის რაოდენობა დახვდა ჩვენ რაფით მოვდივართ ჩეჩნები აფხაზები რუსები კაზაკები მოდიხარ და სიკვდილის თვალებში უყურებ ხო ვერსად ვიმდი ხა გზაზე გაიარო და იქ ამდენი ხალხის რაოდენობა შეხვდე სად ასაკეთი ვერაფერს ხო ხელების აფარებები და რაღაცეები წავიდა და გავიარეთ გაგვატარეს ყამა თუმე გაგრა აღებული აქვს და პროსტო ეს პატარა ჯგუფი მანქანით რო გამოდის ვეღარ წარმოიდგინეს მე მაგას მივხვდი სამშვიდობოს გასვლამდე სულ გვაკდა 60 მეტრი მაგრამ არ დაგცალდა ტყიამქევია მსხვილკალიბრიანი იმან გაუშვა ოჩერედი პირდაპირ ამ რაფში რომ მიდიოდით რა რო განათდა ყველაფერი უკვე მე არაფერი არ მახსოვს და ჩემთან ერთად მეორე იყო მამუკა ხიჯაკაძე გაიგე მაგრამ ჩვენ კიდევ ვაგზელებდით იმას ბრძოლებს უკვე რაფი იწვება ჩვენ ორი გარეთა ვართ უკვე და აი ბუჩქებში და იმეებში სადღაც 20-30 მეტრაში მიდის მაგრამ ეხა ეს ჩვენი შეხედულებით ესია მაგრამ იმათ ისინი დამოკაზე მოდიან და იმათმა ხო აიცოდნენ ეხა მამუკა და ზვიადი რომელ ბუჩქებში იყო და რომელი სად იყო მაგრამ მიმდინარეობდა რაღაცეები და საბოლოოდ ჩაიწვდნენ იქ ის ტრუპები და მასე მორჩავს უგზო-უკვლოდ არის იმის მე გაგრის დაცემას 700-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რომლის დიდი ნაწილი მშვიდობიან მოსახლეობას წარმოადგენდა. ჩვენ ახლობლებს, შეიძლება ახალ წელს ვერ ჩავიდეთ სახში, მაგრამ აქედანვე წინასწარ სიმღერით ერთ მრავალჯამიერით ულოცავთ ახალ წელს. ხოდა მაღაზ დაიწყო. მეგახლავართ იეგო მელაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი. თეთრი საარტილერიო დივიზიონში მსახურობდით და გვიწევდა აფხაზეთის კონფლიქტის დროს ომიდან მოღვაწეობა. თბილისის ბრიგადის არტ დივიზიონის წევრები. შემოკლებით ასე ვთქვათ, თუ გინდათ ვინმეს მოგნება უნდა გვეძახიან არტ მუს ფიზ დივიზიონს. მე თვითონ ფიზიკოსი ვარ და უნივერსიტეტში მაშინ ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ძმაკაცების მეომრების რომელმაც ჩამოაყალიბეს არტილერია ისინი სტუდენტები იყვნენ და უმთავრესობა ფიზიკოსები იყვნენ. თან აღსანიშნავია რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომღერლები ვიყავით. მიმართეთ ბატონ გია ყარყარაშვილს თეთრი საარტილერიო დივიზიონში გსურდა გაწევრიანება. როცა გაიგო გიამ რომ სტუდენტები ვიყავით, უმთავრესობა კიდე ფიზიკოსები ვიყავით, აი ძალზე დიდი თხოვნა იყო რომ ებიჭო, რა თქინა თქვენი ჯარში
პატარა артиლერია ჩამომეყალიბეთ, რომელიც იქნება უშუალოდ თეთრი არწივის დაქვემდებარებაში და ასეთ შეიქმნა პირველად თეთრი არწივის артиლერიო დივიზიონი. артиლერია ბოგბაინი, ათიმა ბოგ артиლერია. საკმაოდ საინტერესო შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული ჩვენი დივიზიონი, სადაც არა მარტო ქართველები, არამედ სხვა ეროვნების ხალხიც იბრძოდა და მე ძალიან მინდა გამოვყო ჩვენი სომეხი ძმების ცხოვრება და თავდადება თუ როგორ იბრძოდა. ჯერ მარტო შესაძლებლად ისიც გმარა რომ 30 კაციდან 3 სომეხი არის დაღუპული. ეს 10% არის ხახმა. ეს არ არის პატარა რიცხვი. ლევან ავაკოვი. მძღოლი იყო პროფესიითა და პროფესიონალი მძღოლი, ყველა შენაერთისთვის ეს საუნჯეს არ მოადგენდა და კარგი მძღოლი ყველასთვის სანატრელი იყო. ლევან ავაკოვი ჩამოვიდა, ჩამოგვიტანა ტექნიკა და მაგას საერთოდ არ ევალებოდა დარჩენა. მაგრამ პირველივე დღიდან, როგორც კი ასე ვთქვათ, გაიცნო ჩვენი შემადგენლობა, ჩაგვეხუტა, ჩაგვიალერსა და აღარ წავიდა, всё, მორჩ დარჩა იქ საომრად რა. მუშაობის დროს როცა артиლერია მუშაობდა, გამოვიდა ერთ-ერთი შენაერთი კავშირზე და რაციაზე გვეუბნებოდა რომ დაჭრილები და დაყოფილები ყავენ და იქნება მოგვეშველოთ, მოგვეხმაროთ, იმიტომ რომ ზოგიერთი ძალზე ძიმე დაჭრილი არის. რაციაზე მოსმენილი ამბავი ყველაფერი გავაანალიზეთ და ლევან ავაკოვის იცოდა რა ჩვენ გვერდზე. მე ვიცი ბიჭებო, სადაც არიან ეგენი, მე უშველი, მე გამოვიყვან მაქალს და თქვენ артиლერია არ გააჭერო. აი, იმისანა ვაშკაცული სულის იყო ჩემი ლევანი. შემოაფრინდა ამ მანქანასა და ხმის ამოღებდა, აი ვერ მოვასწარეთ, ვეღარაფერი ვეღარ მოვასწარეთ. აი მოწყვიტა ადგილიდან და ერთი რაც დავინახე, ახლმახლოში ხეები რო იყო, ფოთლები ირხეოდა ამ მანქანის ქარით და ნიავით, იმ დონეზე მიაგებდა რა ამ მანქანას. ნუ გადავეცით ამ შენაერთს რომ ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით მასთან და დამხმარე მოდიოდა და უთხარით რომ ურალი მოდის თქვა და აუ იქიდან ურალი აქ ვერ მოვა, იმხელა ცეცხლია გახსნელი. აუ ვერ ამოახცეს, არა ცოცხალი აქამდე ვერ მოვა და რამდენიმე წუთში მოგდის ხმა რომ ეს ვინ ყოლიათო ბიჭო артиლერისტებსო რა. ძღოლმა ის დაინახა რომ იქ თუ შევიდა ცხვირი შეიძლება ვეღარ გამოვიდეს მე ეს მარტივად რა და მანამდე გააკეთა მანევრი და უაღრესად დიდი სიჩქარით შევარ და პირდაპირ დაჭირეს მიუყენა ეს მანქანა და ვინ ყოლიათ ბიჭო ეს артиლერისტებს და მე შევეკითხეთ რომ ბიჭო როგორ არის კაცო ან როგორ მოვიდა და ბიჭო უკვე წამოსული არისო მისვლაც მოასწრო წამოსვლაცა და უკვე დავინახეთო გზა რომ ისეთი ადგილები გაიარა კიდე გავიდა მანქანა მშვიდობით გააღწიაო უდიდესი ბუმბერაზი გულის და სულისკვეთების ადამიანი იყო ჩემი ლევანი სამწუხაროდ დაიღუპა და აი დაიღუპა ერთ-ერთი პირველი ჩვენი დივიზიონიდან აი უძლიერესი სულისკვეთების ბიჭი გავლილი გზა ავიცი რო ვიხსენებ ძალიან მიგვი რანაირად გადავჭი ისეთ სიტუაციაში ვყოფილი ვარ რომ ტყვეებისგან თავიც ვერ აგიწევია ბევრი ისეთი საქციელი გამიკეთებია რომ იქიდან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყავი მაშინ ვიყავი მე 16 წლის იმიტომ რომ 17 წლის მე გავხდი უკვე გალის ხიდზე პირველ დღეს როდესაც რასაც ქვია საომარ ვითარებაში მოხდი არა სამოქალაქო იმინა საომარში რომ მინამიოტებისგან წამოვიდა ცეცხლი აფხაზების ხორიდან და ეს როლა ეს რაღაცა და გალის ხიდზე გავხდი 17 წლის და ისეთი ხალხის გვერდში ვიბრძოდი მინდა აღნიშნო გენი იყვნენ მაშინ ჩემზე ბევრად უფროსები ბევრს მეხმარებოდნენ, იმიტომ რომ ყველაზე პატარა წლოვანობით მე ვიყავი მაგათში. მალიშას მეძახოდნენ, რადგან პატარა ვიყავი, კობა კობალაძე, აკია ბარბაკაძე, მე ავაზის მეთაური ტრისტანა წითელაშვილი, მაგასთანაც მომიწია მე მაგის ბატალიონში ყოფნა. გოჯა ღარღარაშვილთან მომიწია გაგრაში ყოფნა, გაგრაში მეორე დამჭრეს. გაგრაში რო ვიყავით იქ იყო სომხური სოფელი და შემთხვევით პროსტო 4 კაცი ვიყავით და დავადექით. შავნაბადის ბატალიონში ვიყავი მაშინ. ცარელა სოფელი იყო და უცბად იქიდან აქედან გამოჩნდნენ შეერაღებული ხალხი. 1-20-30 კაცი. როდესაც მოგვიახლოვდნენ, აბა ვინ ახართ, რა ხართ, რამე რო გაიგეს რო
გვარდია ვარ, რაღაცა საბუთებიც ჰქონდა შეამოწმეს. ჩემი გვარი წაიკითხა ერთმან და ერემიანი ხარო? ო მეთქი და სომეხი ხარო? ო მეთქი. ამოიღო თავის საბუთი და მანახა და თვითონაც ჩემი მოგვარე იყო. სხვათა შორის მაშინ გავიგე რომ ჩემი მოგვარეები აფხაზეთში მლომად არიან. ო და მარტო 17 კაცი ცხოვრობდა მაგ სოფელში. მაგათი მეტაური მოვიდა რაღაცა ვილაპარაკე და მაგან შემეკითხა შენ რატო ომოფო ქართველების ხარესო? იმიტომ რომ მეთქი მე დავიბადე საქართველოში, გავიზარდე მეთქი და ჩემი სახლია საქართველო. ო და აი როგორ შენ ომობო და იცავო ეგრე მე ვიცავ ჩემს სახლს. მე კიდე აქა ვარო დაბადებული და გაზრდილიო და მე კიდე ჩემს სახლს ვიცავ. იარაღები დატოვეთ და ისე წადითო. მე ვთხარი არა, იარაღს არ დავტოვებთ. მაშინო ტყუები დაგვიტოვეთო და цаრილა იარაღი წადი რომ დავწმუნდეთო რომ არ გვესურეთო რა. და ტყუები პოლნი ბოეკომპლექტი რაც ქონდა 4-4 5-5 აბოიმა მეტი არ ქონდა. დავყარეთ და გამოვედით სამშვიდობოს, არანაირი არც ის ქონდა, არც ისა. რა ვიცი, შეიძლება მაგანაც გვიშველა, რავი, მე მუხამ კი მითხრა, მე ეს არწიველი ვინც მყავდა ჩემი მაშინდელი ძმაკაცი, რომ სომეხ მე მგონი იმიტომ გადარჩით, რომ თანამოგვარეები ხართ თუ დაგხოცავდნენ აკაო. ომის დაწყებამდე ვიყავი სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენის სკოლის დირექტორი, პედაგოგი ვარ, პროფესიით მათემატიკოსი. ვასწავლედი ბავშვებს, ვდიდი, ჩვენი სკოლა იყო რუსულ-ქართული, სწავლობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, მრავალეროვანი სკოლა იყო და შემდგომში სამწუხაროდ ჩემი მოსწავლეები იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. და დაიღუპა რამოდენიმე. ჩვენი ასეული იყო პირველი, რომელიც შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობისგან, სუგუროვკის ასეული დაერქვა, იმიტომ რომ სიმაღლე იყო სუგუროვკის და ვაკონტროლებდით იაშტურხისა და ბერცხის მთებს. ანდრო პირველი დღიდანვე შემოვერთდა ჩვენ ასეულს. Много раз отстреливался. Ребята помогали, зазарку пришел, ленту заправлял. И с той стороны начали с гранатометов, заметили, мы сильно мешали им подходом. Снайпера начали работать. ჩვენი ანდრო გამოიჩინა რაღაცა უაღრესი დიდი პატრიოტიზმი თავდადება და თან ცოდნა საქმის. იმიტომ რომ ერთადერთი პოსტი აიღო მტერმა და შემოახსია პოზიციებისკენ, მაგრამ ანდრომ გაანადგურა მტერი. დავაი, ო. Снайпер за мной начал охотиться. მაქმე ჩანაწერები რუსების მიერ გამოიწვიეს ორი სნაიპერი. რომ როგორმე გაინადგურებინა ანდრო. пулеметчика надо уничтожить. Пулеметчика надо уничтожить. და ეს ორი სნაიპერი ღამე მერე გადმოიყვანეს, ჩასაფრებაზე მოახდინეს, გათენდა. ანდროსოც ქვიტი და ეგრეთი იყო და რაღაცა შეუმჩნევია. გამოსულა ცოტა გამოხედია, ხედავს სნაიპერი ზის ხეზე. ხოდა რომ მიუჯდა პოლიმოს და ამ დროს сნაიპერმა პირდაპირ შუბში ესროლა და მოარტყა. Помню, что вышел с блиндажа на улицу, лег на землю, на спину лег, и ребята все начали кричать: Андрю, дажрили, и не помню, оказывается, меня спустили вниз, поймали машину, посадили в машину, отправили в республиканскую больницу. Zaza Davladze ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი, ბრძოლობდით თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონთან ერთად. დივიზიონის ჩამოყალიბებიდან ომის დამთავრებამდე. თეთრი არწივის 1800-ში ვიყავი, მანამდე. ეს ეკიპაჟი იყო ესეთი ორი დათო, ჩემი ახლობლები.
რომელიც артиლერისტებთან მეგობრობდნენ თან და წამოდიო თაფლი აქვს ბიჭებსო. იაგოს სადღაც უდახკია სკა და გამოუხდია თაფლი. მივედი ნახე დიდი ქვაბით თაფლია, ხო და მეთქი მე აქედან აღარსა და აღარ წავალ და დავრჩი დივიზიონში. არა ეს ხუმრობით, იმიტომ რომ ბიჭები ჩვენი ახლობლები იყვნენ, უმეტესობა სტუდენტობიდან ვიცნობდი და მე დავრჩი დივიზიონში და артиლერია უფრო საინტერესოა. როდესაც артиლერია შეიქმნა, ჩვენ артиლერია შემოემატა ორი სომეხი პიროვნება, ერთ-ერთი მათ შორის რუდი ხაჩატორიანი იყო და ისინი იყვნენ ძველი საბჭოეთის ჯარის დესანტები. რო შეხედავდი ორივეს, ხო, აი უძლიერესი სპორტული აღნაგობის და ფიგურის ხალხი იყვნენ და აი ვიცი ახლა ანატომია თუ ასე დაინტერესებდა კუნთების აგებულება ამ ორივე ადამიანს უძლიერეს ფიზიკური აგებულება ჰქონდათ. ეს როგორი ურთიერთობები იყო, რა დიდი პატივისცემა, სიყვარული, სამშობლოსთვის უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ეს უნდა გენახა. ამის გადმოცემა არ შეიძლება. ჯუდიკა გავიცანი, იმიტომ რომ სნარიადების იყო გასაწმენდი, რაღაც ეგეთი თემა იყო, ეს მოვიდა, რაღაც ისეთ საქმიანი მასე იყო. რუდიკა სასწაული კაცი იყო, რუდიკა, რაღაც საოცარი იუმორი ჰქონდა. რუდიკა მარცხენა მხარეს მუშაობდა თავისი ნაღვთქორწინით, მეორე სომეხი კიდე ჩვენ მხარეზე მოყვა, ახლა ჩვენ დაცვაზე უფრო ვიყავით ორიენტირებული. და ისეთი სიბნელე იყო, რომ ნაპერწკლები გაზიოდა ბიჭო ამ ტყვიისგან და ტყვია რო ხდებოდა გზას, ნაპერწკლები წვიოდა ამ გზასა და უძლიერეს ცეცხლის ქვეშ ვიყავით და ახლა ეს ორი ნაწილი კი ერთმანეთში კი ვსაუბრობთ, მაგრამ ნაწილი გზის მარცხენა მხარეს ავარ, ნაწილი გზის მარჯვენა მხარეს და მოკლე სახელოებიანიც იყო რუდიკა მაშინ და ამუშავებდა ნაღვთქორწსა და მეორე სომეხს მიმართა, რომ ბუშლად პადაი პაჟალუსა რომ შეცივდა ახლა რა და ეს იყო 100%-იან სიკვდილზე უჩვევდა და აგვივარდა ბიჭებს სიცილე რომ ახლა როგორ საქმე არის ახლა ამ სიტუაციაში ვერ გადახვალ. არაცია არც ამ სომეხმა არც აცხელა და ესე ავტომატურად წამოაგო ბუშლატი და აფოფხდეს გზახო შემაღლებული იყო. და ესე აფორთხდა ცოტა ამ გზაზე და ესე აწია ავტომატით ბუშლატი და ნა რუდოჯან დერი და როგორც კი აწია ეს ბუშლატი ხო? 3 თვეა მაშინვე მოხდა ეს ბამბა და რაღაცები ჩინგი რაც ყოდა გააყრევინ ამ ბუშლატს. დღეს კი ვიხსენებთ იუმორით, მაგრამ აღარ არიან ბევრი ბიჭები და ძალზე სამწუხაროა ამის გახსენება ჩვენთვის. ყავდა ერთი ეროვნებით სომეხი ბიჭი ვანო სააკიანი. აი მოტორიზებული ტექნიკაში ერკვეოდა ბრწყინვალეთ რა. ვანიკა იყო ბიჭო სასაულის ჰქონდა ტექნიკასთან დამოკიდებულება, რა ვიცი, შეეძლო ახლა დამდგარიყო და რაღაცისგან მანქანა აეწყო. საველე პირობებში შეეძლო ბოლომდე დაეშალა მანქანა აეწყო, გაერემონტებინა და ჩვენ დივიზიონს კი არა გაცდა სახელი ჩვენ დივიზიონს, ჩემი ვანიჩკაც და სოხუმიდან მოყავდა ხალხს მანქანები რომ გაერემონტებინა. მოტორიზებული ტექნიკიდან ერთ-ერთი მანქანა დაგვიზიანდა. კერძოდ მატორი გაუფუჭდა. საჭირო იყო ამ მანქანის გარემონტება. ურალი იყო გაფუჭებული ვანიკასი და ამ ურალის გარეშე артиლერია თუ არ გადაადგილე, თუ სნარიადი არ მეიტანე, ჩათვალე მკვდარი ხარ. გამოდგა რომ ძრავი ნორმალური აქვს და ამ ძრავის გამოყენება შეიძლება მეორე მანქანა რო გავარემონტოთ. რაციაზე ისმოდა თემურის ხმა რომ აგაესით გამოდით და დამეხმარეთ. აგაესი ავიკიდე და წავედი რა იქ. უცებ მესმის რა ისმის რაციაზე ხმა რომ დივიზიონი არის ალყაშიო. და მერე დამარტყა თავში რომ ესენი უნდა შესულიყვნენ იმ ურალის გამოსატანიც. მერე დამარტყა თავში, აი მერე რომ ურალის გამოსათრევად და როდესაც ჩვენი ბიჭები ავიდნენ ამ ურალის გამოსათრევად, აიყვანეს ტექნიკა რომ ეს ურალი ბუქსირით გამოეყვანათ, უდიდესი შეერაღებული ძალა დახვდათ იქ ამ ბიჭებს. შეუშვეს შიგნი და მეორე უკან უკვე აღარ გამოუშვეს ამისთან და ასე ვთქვათ ხაფაკში მოყვნენ რა. ბროილებული მანქანით მოდიოდა ჩვენების. წავედი რა, ნუ ბიჭებთან და შევედი მე ალყაში. შევედი და ნუ აფეთქთა რა ეს მანქანა. ხო და მე გადამაგდო წნევამ ჩაის ბუჩქებში. მე არაფერი არ მახსოვს მის მერე. აი ამ ბრძოლის დროს შეიძლება ითქვას რომ მართლა აი უთანასწორო ბრძოლის დროს დაგვეყופה ძალზედ ბევრი ბიჭები. მათ შორის ეს ვანო სააკიანიც იქ დაიღუპა და დაიღუპა რუდი ხაჩატორიანიც. რუდი გადაჭრილა პირველი. ფეხში დაიჭრა ისე რომ არტერიული სისხლი ასხავდა და კი გადაუჭირეს ბიჭებმა, კი რაღაცა ადგილობრივი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ნუ ამისთან დროს საჩქარო ჰოსპიტალიზაცია არის. საჭირო ეხოცებოდა რუდი გადამტოვე და წადიო, მაგრამ ერთი ტყვია დამიტოვეთო და წადით.
რუდიკამ აიხსნა მთელი შეერაღება რა თქონდა და ბიჭებს ესროლა რომ ესო თქვენო ყველაფერიო და ავტომატში დატოვა ერთი ტყვია და ავტომატ ასტავტეო რა. თვითონ ახლა რუდიკას რომ სხვანაირი საქციელი არც ეკნებოდა რუდიკას. ტამიშის დესანტის წინააღმდეგ გამარჯვება ქართული სამხედრო შენაერთების ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი მომენტი გამოდგა. თუმცა ამ გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა. რამდენიმე დღიანი ბრძოლების შედეგად 250-მდე ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მე ვარ ლევა ასატრიანი, საჯისანტო მოერიშის ბატალიონის კაპიტანი. თამას თეიმურაზოვი, თეთრი არწივის სადესანტო მოერიშის ბატალიონის მებრძოლი, აფხაზეთიდან სამაჩაბლოს ვეტერანი. გიორგი ელიბეგოვი, ბატალიონი ავაზა, სამվել მაკოევი. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. ორ პოზიციური ომები იყო, მაგრამ იყო ზოგი სიტუაცია მონაწილეობა მივიღე განთქმულ ტამიშის დესანტის მოვლენებში. უბრალოდ დიდი სიამაყე იყო იმისა, რომ ისეთი მომზადებული ქვედანაყოფები ადამიანებმა შევძელით და შევიკავეთ. რაც გეგმა ჰქონდათ ჩასახული, გეგმები არ განახორციელებინათ. მით უმეტეს შეიარაღებული და ეკიპირება ჰქონდათ სრული შეიარაღება და ეკიპირება ჰქონდათ. ჩვენ კიდე უბრალოდ სომალის პარტიზანები ვით რა, არავითარი ეკიპირება არ ჰქონდა, მარტო ავტომატი და ტყვიამფრენი. პირველი დღე ჩამოვედით აგუძერაში გაგვანაწილეს თეთრი არწივში ვიყავი მაშინ. აირჩიეს იქ ცალკე დშბ-ს ბიჭები, გადაგვიყვანეს ბაბუშერაში. და ბაბუშერაში ვიყავით, ჩამოვიდა რუსის დესანტი, პირველი შეხვედრა ჩვენ ვიყავით, სადესანტო მოერიშის ბატალიონი. სულ ყველაზე ცუდი მოვლენა რაც მახსენდება, ეგ იყო 2 ივლისი ტამიშის დესანტის გადმოსხმის დღე. ალყაში მოიქცა მთელი ოჩამჩირე სოხუმი. ძალიან ბევრი დაიღუპა მაშინ ჩვენები. რუსის დესანტი იყო. გამთენია რომ კავკასიაში აგვიტეხეს. ტამიში დესანტი გადმოსხეს. მივუახლოვდით ტამიშთან ბარზე იდგა და იქიდან ტყვია წამალს ცლიდნენ, ლაპარაკობდნენ და პირველი მივდიოდი და მე დავინახე დესანტი. რუსის რო უკვე პოზიციები დაკავებული ჰქონდათ, ბიჭები გავაჩერე რაღაცა და ეგრე 15 მეტრაში სადღაც ველაპარაკებოდი მაგ რუსსა რა. წავიდა მერე დაგადუგი. იქ დავიჭერი სნაიპერმა ხელში გამარტყა და მომხსნა წრივიდან. 39 კაცი დავიჭერეს ეგ პასტროლიკები დაგვაყარეს. შეცდომა იყო ჩვენი დაზვერვის გამოეპარათ. ზღვის ხრიდან შემოვიდნენ, გადმოსვეს, მთელი ღამე მუშაობდნენ. გადმოსვეს ბარჟიდან დესანტი. ხელად მოაქციეს ტამიში ოჩამჩირი ალყაში. უკან რო გამოდიოდნენ ბიჭები, აი მაგ დროს შეიხოცას ყველაზე ბევრი პიტომნიკთან. მან დაკარგა ავაზამ ძალიან ბევრი მებრძოლი. თუშეთის ბატალიონის ბიჭები ძალიან ბევრი დაიღუპა მან. ჩვენ რო შევდიოდით, გზაში შეხვდა თელავის ბატალიონი, ლითუ თუშეთის ბატალიონი თავში იყო დაჭრილი და ბატალიონი აღარ არისო. თელავის ბატალიონი იყო. ან თუშეთი ან თელავის ბატალიონი იყო, ეგორი ბატალიონი. თუშეთის ბატალიონი 69 კაცი დაკარგა მაგ დღეს. რაღაც საათების თუშეთმა რაღაც 80 კაცი. შავნაბადას ყავდა ძალიან დიდი დაჭრილი, რომ შავნაბადეს ტერიტორია ვერ მივიდნენ. ვერ მივიდნენ უბრალოდ ვერ აიღეს იმათ პოზიციებთან მაღლა იყო შავნაბადა. კარგად მომზადებული ჰქონდათ პოზიციები და გაუძლეს, გადაიტანეს. დაიჭრა ძალიან კაი ბიჭი იყო. მართლმაცხონოს ლესიკა დანელია. თავი აიფეთქა არუჟეიკაში, სადაც ნაღმები რამე ყველაფერი იყო. ანუ დაჭრილი იყო ფეხებში, ვერ გამოვიყვანდით მაგას ვერანაირად. უკვე ნახარ რომ всё, უკვე შანსი არ არის. ორივე ფეხში იყო დაჭრილი.
ლიმონკა გახსნა და აიფეთქა თავი, მთელი არუჟეიკა აფეთქა ტამიჟზე. აი მახსენდება ანდრო ნარიმანოვი 16 წლის ბავშვი იყო. ესე იგი აი მაგ დისანტის ტამიჟის დისანტის დროს გადმორბოდა ღობედან გადმოხდა და მან დაიღუპა. მან მოხდა ტყვია. გარდოკირვარი მაცხოვრობდა. ობოლი ბავშვი იყო, არც დედა ყავდა, არც მამა. ბებიას დიდა გადმოვასვენეთ. ყველაზე ერთ საშიში ის იყო, სამში რო უკვე დავიწყეთ ტამიჟის შტურმი, ისევ დაბრუნება. 27 გვამი ამოვიღეთ ერთი საფლავიდან. ანუ ბიჭები იყვნენ აი ბულდოზერით დამარხული, რა გადაჭყლეტილი ყველა ერთად. ზოგი დამარხული არც იყო, ნახევრად იყო დამარხული, პროსტო მიწა ჰქონდა მიყრილი. ბულდოზერით მიაყარეს. აი საშინელება არ დამოვიწყდება, აი თვალწინ ამაქვს ყოველთვის. ნუ 4-ში უკვე დავიბრუნეთ ისევ ტამიჟში. მხედრიონი შემოვიდა, შემოიყვანეს ისევ. სხვათა შორის ქობალიას ბიჭები ძალიან კარგად ომობდნენ, ვაჟკაცურად ომობდნენ, მინდა აღვნიშნო, ეგენიც შემოვიდნენ. 5-ში უკვე შეუტიეთ უკვე ძალები მოგვემატა, მომატებული ძალები შეუტიეთ და გავალით სოხუმამდე გავედით რა. აი იყო ძირითადი. შევედით, გავწმინდეთ და გაიფანტნენ თითო რამდენიც, ნუ დაიღუპა მაგათიანები იქ ზღვის ზღვაზე პირად დარჩნენ. დანარჩენი თითოენი აფხაზური პარტიზანული რაღაც დაჯგუფებები იყო იქ ადგილობრივები, ტამიჟი, ინტრი, გუტუ, ადგილობრივი. იმემა გაიყვანეს დანარჩენები ეგრუსები. მოლდავეთის რაღაც მეცნაზი იყო. და ბოლო კურსის ისენი იყვნენ ოფიცრები რა. მეხუთე კურსელები იყვნენ. იმ ოფიცერმა ერთმა გვითხარა, რომ გწოდნიყო ესე წინააღმდეგობას გაგვიწოდით თუ ესეც ნუ უფრო გამოცდილ ოფიცერებს წამოვიყვანდით. დაუტირეთ მაშინ მათ. რა თქმა უნდა, რაღაც იამაყეს გვრის ის, რომ ესე უბრალოდ შეიარაღებული ადამიანი იმხელა ქვედანაყოფს რო გააჩერებ და იმხელა გეგმას რო ჩაუშლი ჩვენს ვებერთელა ჩრდილოეთ მეზობელს. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს დუშეთის ბატალიონმა, შავნებადამ და მე-11 ბრიგადამ. მათ შორის იყო შავნებადეს მებრძოლი, თბილისელი ედუარდ ბალასანიანი. ძალიან ბევრი ბიჭი დაიღუპა და არ მიყვარს მაგ თემაზე ლაპარაკი. იყო მომენტი, რომ ხედავდით და არ ვესროდით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვესროდნენ. ეგ იყო პირველი დღე. მაგრამ მერე მოხდა რაც მოხდა. ძალიან ბევრი გმირობა ვნახე იქა. ბევრჯერ მინახია როგორ მეგობარს ეფარება აფეთქების შემთხვევაში, ბევრჯერ მინახია ეგეთი რაღაცა. მეთაურს როგორ გადაიფარა. არ ვიცი რა, ძნელია მაგას. ომი აი. ძნელი რაღაცა, ვერ აგიცნობ. სიგუროვკა არის ესეთი სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც ჩვენმა სპეცნაზმა აიღო, იქ დავიჭირე ჩემი ტყვია. ჩვენსინ გამოვიდა ახალი მოსული იყო ეს სხოვნებული. გაისროლა ხელკუმბარა და მაგ დროს დაარტყა სნაიპერმა. ვთილობდი მაგის გამოყვანას. ხედავდი როგორ მიმიზნებდა, როგორ მისროდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მინდოდა გამომეყვანა. ტყვია რომ მომხდა. კიდე ცოცხალი იყო ის საწკალი. ისე წავიქეცი რომ უყურებდით ერთმანეთს თვალებში. ჩემო ბიჭებმა ძალიან დიდი გმირობა და ბევრი საქმე გააკეთეს ჩემ გამოყვანაზე. სიგუროვკიდან. მე მგონი 8 კილომეტრი ხელით მათრიეს.
და ჩამომიყვანეს სოხუმის ავადმყოფობდე. სადაც პირველად გაკეთდა ოპერაცია, მე ისევ ბიჭების წვალობით და ბევრი ძალა იხმარეს მაგისთვის, რომ თბილისში მომხდარიყავი ძალიან მალე და თბილისშიც გამიკეთეს მეორე ოპერაცია, გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი. პირველი ხანი მარცხენა მხარეს საერთოდ ვერ აღვდნობდი, ვერ ვიყენებდი ვერც ფეხს, ვერც ხელს. ვარჯიშობი და ბიჭების გვერდით დგომით დავდექი ფეხზე. მაგის გადარჩენის შანსი არ ამგონია რომ ყოფილიყო, მაგრამ ვცდილობდი. ეგ არის მთელი ჩემი ცხოვრების წვირთი, რომ ის ვერ გადარჩა. ზადა ჩოლოყავა, მერი ახალგაზრდა ბიჭი. აფხაზეთის ომში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი სომეხი თანამემამულეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის ბოლნისელი ერვანდ მარუტიანი, გაგრის შესასვლელთან გადაღებული ცნობილი ფოტოს ერთ-ერთი გმირი. იმ სურათზე მოყევით ის გაგრაში რო გაქვთ გადაღებული. ის იყო სპონტანურად, არც ერთს არ ვიცნობ იქ ვინც არის რა. მან შევედით, გზეთ 2 საათი ვიყავით და გამოვედით. არც მახსოვს, აი ისე ვიყავით რა. იმიტომ რომ გაგრა იყო მიასარუბკა. აი გერპეგა მქონდა სახში რა, გაგრას. ომამდე საკონდიტროს უფროსად ვიყავი. ვამარაგებდი მთელ ბოლნისის რაიონს, სკოლებს, ბაღებს, მაღაზიებს. ესე რომ ვთქვათ, პრობლემა არაფერში არ მქონდა, მაგრამ თავარი პრობლემა ის იყო ხვალ რა იქნება. აი ამ ხვალისთვის გადავწყვიტე, რომ ჩემ ძმების გვერდში დამდგარ ვიყავი. ივლისის ბოლოს ავტობუსით წავედით აფხაზეთისკენ. ანუ პირველები ჩვენ შევედით. მან ცეზარ ავქოფაშვილიც იყო, ამირანა ჩემი ბიძაშვილი, ბიძა ჩემი იყო ტარიელა ავქოფაშვილი, ნუგზარა ლაზარეშვილი, კურდღელას რო უძახით. კობა გოგებაშვილი. ეს ძირითადად ის ხალხი, აი ვერც გვერდში არ გეშინოდა არაფრის რა. აგუძერაში შევედით. აგუძერაში დახვდა უკვე რო იტყვიან პლოტნაე კალცო აგნია. ავტობუსი იყო საცერივით. იქ როგორ გადავრჩით, რომ არავის არაფერი მოხდა, მე დღესაც აზე ვერ მოვდივარ, აი უბრალოდ როგორ გადავრჩით. ახლა სამაჩაბლოში ვარ ნამყოფი. პოზიციურ ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთ ჯოჯოხეთი მე ცხოვრებაში არ მინახია და იყო ჩვენთვის მოულოდნელი. აი მაშინ მაგრა შემეშინდა. იმიტომ კი არა რომ ახლა ომში ხარ სიკვდილს თვალებში უყურებ. იმიტომ მეშინოდა სულ რომ თუ რამე მომივიდა, თუ აქ მომკლეს, ჩემი მიწაც არ უნდა მეღირსოს, ჩემი ბოლნისის მიწა, მაგრამ ჩემთვის საბედნიეროდ გადავრჩით რა. მახსოვს ერთი სომეხი ქალი იყო, კარინა ერქვა, ბავშვთან ერთად. ჩარჩენილი, აფხაზი მეუღლე ყავდა. მეუღლე გაქცეული იყო. და ისეთი ცხარე-ცემველები ტიროდა. და მე და აი ნუგზარა ლაზარეშვილი კურდღელას რო უძახით. მე ვთხარი კურდღელ, მოდი გავიყვანოთ ცოდვა ეს გოგო რა. შვილია, ჩვენ შვილები ყავს მეთქი რა, აქ ადამიანები ვართ ყველა მეთქი რა. იმიტომ კი არა რომ სომეხია, იმიტომ რომ ადამიანია ჩვეულებრივად რა. გავიყვანეთ მე და კურდღელამ. გავიყვანეთ ისეთ ადგილას რომ წავიდეს რა. ბავშვი ტიროდა. და ბავშვს მივეცი ერთი ტყვია, სხვა რა მქონდა მე, ავტომატის ტყვია, მეთქი ითამაშოს რა ბავშვი. გაჩუმდა, 3 წლის იყო, 2 წლის იყო, არ ვიცი, ნუ ბავშვი დატკიდადიოდა, მან ხელში აიყვანა დედამ და იქ რო გავედით, დედამ გამოვართვა ბავშვ ტყვია და მომცა მე. მე ვთხარი რა თმინდა ბავშვმა ითამაშოს მეთქი რა. არაო, დიდი მადლობაო.
ღმერთმა დაიფაროსო, დიდხან გაცოცხლოთო ღმერთმა, მაგრამ თუ ტყვია მოხვდა, თუ არ იფიქროთ, რომ ეს ტყვია არისო რა. როგორ მახსოვს, ეხლაც მახსოვს ეგ მომენტი რა. აი ეხლაც ვიხსენებ რა, იმ გოგოს თვალებს, როგორ სევდიანი თვალებით მიყურებდა. და იმ ტყვიას, ის ტყვია მის მერე სულ მქონდა პარტოპეიში. რაჟოქში აღარ ჩამიდია, სულ მქონდა პარტოპეიში. ედუარდ მიხეილიძე ხუდოიანი, საქართველოს შეარაღებული ძალების პოლკოვნიკი, დაბადებული ქალაქ თბილისში. მე უკრაინაში ვცხოვრობდი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური რაღაცა და რო ტელევიზიაში რო გავიგე, რომ საქართველოში არეულობა, ჩემი სამშობლო, იქ ჩემი ხალხი ცხოვრობს, ჩემი კლასელები, მეგობრები, უბნელები. როგორ გითხრათ, პირველი სიყვარული, ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, სად პირველად დავიწყე სიარული რამე და ჩემ მეგობართან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩამოსულ ვიყავით და დაგვეცვა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ის ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, ის თბილისელი უკრაინელი იყო ედუარდ სტეფანეძე ვექტორენკო და მის საფლავზე დავიფიცე, რომ ორმაგად ვიომებ საქართველოსთვის. $92 წელში 18 ნოემბერს თავდასხმა იყო მოწინააღმდეგის ავიაციის მიერ. პირველი ჭრილობები მან მივიღე. ეს ნურსი რო დაეცა ჩემ გვერდში 300 მეტრაში ხალხი დაიღუპა, მე გადავრჩი, პროსტა გავფრინდი რა ტალღიდან. ეს ტალღის ძალაც ხო არის? ო. მე რო უკვე ფეხზე დავდექი, აღარ ჩემ წინ მინდა მისვლა და ფეხები არ მემორჩილებოდნენ რა და წამოვწექი, ხრეშიანი ადგილი იყო და უკვე ვფიქრობ, აი როგორ გამასვენებენ სად თბილისში თუ სოხუმში და ჩემი გოჩა ჯაველიძე ავტომატი დარბოდა და თვითმფრინავებზე ესროდა. და მე თქვია წამალი რო გავთავდა. დააგდო ეს ავტომატი, ქვები აიღო და ქვებს ესროდა თვითმფრინავებს, რომ ჩემი ედიკა ხუდიანი როგორ დაბრიდეთ. მე წვიროდი დაჭრილი ვეგდე იქა და ვიროდი. გოჩა ჯან, მოდი ცოცხალი ვარ, ცოცხალი ვარ. ბიჭები გამოვარდნენი, გოგიტა ჩირგაძე, ლევანა, რომელი ზაზა იჩხიტიძე, ჩემი შტაბის უფროსი გოჩა ალიმბარაშვილი, იქ მზევარიობიძე ხელზე ამიყვანეს და გამიყვანეს იქიდან. მე კი ვარიგები, სათი შენ გოგიტა, ავტომატი შენ, იქ რაღაცა სიგარეტი მაქვს მანქანაში, ეგეთ შენ, მე აღარ მჭირდება, მეკვდები. წამიყვანეს იმ მაცი, მანქანა არ იყო, სულ როლანდი იყო მთავარი ინჟინერი მაგ შენებლობის, მაგის მანქანის სიდენკა სულ სისხლში იყო რა. მე საწვავი გათავდა, გააჩერეს იკარუსი, მე გააჩერეს ისა ნაყინის თუ ხორცის მანქანა იყო ეს მაცივარი რა. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ჩამიყვანეს პირველ სავანტყოფოში. იქ არ ქონდათ არც გამაკუჩებელი, არც ბინტები, არაფერი. პირველი დახმარება ერთი მეგრელი ქალი იყო და იმან შემახვია ჭრილობა თავისი კასინკით, აი ეს თავისი კასინკა მოხსნა და შემახვიეს ეს ყველაფერი. მერე გადამიყვანეს აგუძერის თუ ბაბუშერის აღარ მახსოვს წესიერად სავანტყოფოში. იქ გამაკუჩებელის გარეშე გამიკეთეს ოპერაცია წელზე, თავზე, მე რა ვიცი. მოკლედ და რო ვნახეთ, აი რო ხო ეძახიან, აი 27 სექტემბერს მორჩა ომი რამე. ნო, იცით რა, მე იქ ვიყავი. ცა როცა წითელი გახდა ტრასერების გამო. ესროდნენ. მთელი ცა იყო წითელი ტრასერების გამო რა. Приветствую, Кабарду. Приветствую, Абхазия. Первый мир, всем Кавказе, чтобы в один кулак были. რა იქ გრადის დანადგარი მქონდა ჩვენ ოცლულიანი მაზის ბაზაზე იყო გაკეთებული. მაგ დანადგრით ვესროლეთ და თუ ტელევიზიაში ნაყურები გაქვთ
როცა ის ცეკვავს ვიღაცა ავტომატით სოვმინის წინ და მერე უკვე ტელევიზიაში ხარვეზები მოდის. ეგ უკვე ედიკა ხუდვანი და მზევარი იობიძე დაიწყეს სროლა. დამისთან არ მისულებს აფხაზმა ბანდიტებმა და მათ მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ავტობუსს. ძღოლმა მოასწრო მანქანის მანევრირება. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და ბიჭებს მანქანიდან ჩამოსვლის საშუალება მისცა. მხედრიანელები საბრძოლო პოზიციებს ირჩევენ და მტერთან ბრძოლაში ებმებიან. ორმხრივი სროლის ხმაზე მათ დასახმარებლად მძიმე ტექნიკაც ჩაერთა. ამასობაში ახალციხის ბატალიონის მებრძოლებიც გამოჩნდნენ და ერთიანი ძალით შეუტიეს მტერს. რამდენიმე საათის ბრძოლების შემდეგ მტერი უკუაგდეს. გზა გაანთავისუფლეს, გაწმინდეს და მართულება ოჩამჩირისაკენ აიღეს. მე ვარ გიორგი ჭაღიაშვილი, დაბადებული ქალაქ ახალციხეში. ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე, ვეტერანი. ვიყავი შინაგან ჯარში, როდესაც წავედი. ალბათ პირველ რიგში ჩავთვალე ჩემ მოვალეობად და ვალდებულებად იმისთვის, რომ საქართველოს მთლიანობისთვის და ერთიანობისთვის მებრძოლა. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს შეგნებულად გააზრებული მქონდა და ამიტომ მომიწია მე იქ. ძნელი გასახსენებელია, თვითონ ომია ძალიან ცუდი რამე, მაგრამ როდესაც მოხვდით პირველსავე დღეს მოგვიწია პოზიციებზე გასვლა. სოხუმში ჩავფრინდით და იქიდან სოფელი შრომა არის ეგეთი პირველი, სადაც იქ მოგვიწია შებრძოლება, ასე ვთქვით. ერთ-ერთ პოზიციაზე ვიდექით, დაცლილი სახლები იყო, სოფელი ტამიშია. და იქვე გზის პირას იყო ერთი სახლი მიტოვებული, რო შევედი, ეტყობოდა, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ სავარაუდოდ, ქართული წიგნები იყო და ერთ-ერთი ქალბატონი სავარაუდოდ მე როგორც მივხვდი იყო ალბათ მასწავლებელი და წიგნები იყო ქართული, დუმბაძის ისტორიული წიგნები იყო და უცებ კინაღამ ვიტირე რა, ისეთი სიტუაცია იყო, რომ რატო უნდა ყოფილიყო ასეთი რამე, რომ ხალხმა მიატოვა თავის სახლი და წავიდნენ და დღესაც არ ვიცი რა ბედი ეწიათ იმ ხალხს. ალბათ ყველაზე ცუდი ჩემთვის ეგ არის გასახსენებელი. აი პირადად ჩემ გვერდში ახალციხილები იყვნენ ქართველებიც და იყვნენ სომხებიც სხვათა შორის, რომლებიც აი ბოლომდე ერთად რო იტყვიან ეს ომი მოვიარეთ და გვერდი გვერდს ვიდექით რა რო იტყვიან. Garjasat inchesem partking ras varastan gabreng menk ertank bidi ush chamba chuneng ճիշտ է մենք չենք ջոգի աբխազներուն, վարացիներուն, ադրբեջաններուն, հայերուն մեզի համար բիտում մեկ է, բայց որ իրենք չեն հասկնա մեզի գուզեն հողերը ձերքես առնեն, ձերքերես սենք ինչ ասեմ մենք հողերը չենք տա, չէ, աստված կարվենք պիտի, ուրեմն մենք շատ գոհենք վարացիներ են, որ մենք որ նեղ մնացել ենք, վարացիք մեզի արել են իրենց մեջը, որ ապրենք, ուրեմն մենք պարտք ենք, ես չերտամ, դու չերտաս, մեգալը չերտա, չի ստացվի, էլանք կնացինք։ Տավիբադի, ախալցիխեշի, գյուլբեգյան խաչիկ, ճարսի ծավեդի, թվիլիշի, იქვის სახურეთ ავჭალის ალტერო პოლკში გვარდია იყო დავჯექით ავტობუსებში და წავედით აფხაზეთის ომში Այնպես եղավ որ իմացանք որ արդեն գարի վասկեցվի էլանք քանացինք ախեցղա նստանք ավտոբուսները Տարոշակները զարգինք, կյանացինք հասանք Թիվլիս, ինձ մեզի դարամ վասմոյ բոլկը, մնացինք մեր շապատը, ապա վերդ ինչ գործ կայնակ ենը, ինչ կայնակ ենը,
Hech, amengsiulenersin yesi officerim, starший лейтенантим, hech elan kanatsinki. ახალ სოფელში ვიყავით, იქ ჩვენი რა გაუბიცის ისინი იყო, თადგმარი, ქუთაისე ბიჭები იყვნენ, ბევრი იყვნენ და ახალციხიდან გოჯა კაზაროვი იყო, გრძელიძე კობა იყო. იმისთან იყვნენ. თბილისელი, ავლაბეარელი ბიჭები იყვნენ. გარიკა იყო და არტურა იყო. თბილისელი ერთიც ოფიცერი იყო, ოფიცერი ჩვენთან ერთად პირველად რო წავედით, გვარი არ მახსოვს რა, ჩვენთან ომი რო დაიწყო, მაშინვე იქ მე მაგათთან ერთად წავედი. პირველად რო წავედი, მე როგორც სვიაზისტის ის აპარატი რაღაცა იყო, მაგის რო მივიტანო, მოვიტანო, მაგრამ მეორე ჯერ რო წავედი, გლავნი ნავოდჭიგი ვიყავი, გაუბიცისა. ერთი თვე სროლობდი ახლა, ერთი პატარა შეცდომა რო გაუშვეს, ვინ გაუშვებსო ერთი თვე შენესროლო. სხვათა შორის მიკითხია კიდევაც, აი რა გინდა, როგორ მე საქართველოში ვცხოვრობ, რა მნიშვნელობა აქვს სომეხი ვარ თუ ქართველი თუ რა ჩათვალეს იმათმაც აი იგივენაირად როგორც მე ჩავთვალე რომ საჭირო ვიყავი და წავედი მათაც ასევე ოჯახები მიატოვეს ცოლი შვილი ყავდათ მაგრამ წამოვიდნენ და იდგნენ იქ სადაც საჭირო იყო ჩემს გვერდით Ես որ քանացի կարիվ իմ դաղաս կար երկու տարեկան կանիգս աբերացի եղած էր մարս քսեր դաղաջան մի երթա հարս քսեր մանջաս ինձիբես երթաս կարվե հեչ մի վախենա ես այմ իմ հարս եղել է ուչասնիկ վայնի 41 թվերուն եսա էստի բաց քանացել եմ Տունը կմորանաս, տաղատ կմորանաս, կինըտ կմորանաս, ամեջ մորանաս կա, զենքը կարնես, մեջ ավաս կը, բատրոն տղվա, ու կարվիս կը, ինչ կանոր պետք է, մենք գիտենք, որ արդեն բիդի սաղ չմենանք, բիդի մերնինք, լավ է կարվինք։ Օմի զոգադատ ռավիցի, ալբատ դիդի դաղի դամադո, սխորեբաշի, թունդացին տամրոմ, Ომში ადამიანები უპებიან რა და აუც ყველა სუსურებდი რომ ომი არ ენახოს. ომი ძალიან ცუდი და ესეთი არ არის კარგი რამე. ცოტამ თუ იცის ჩვენი სომეხი თანამებრძოლების შესახებ სოხუმიდან. გულრიფშის რაიონიდან და სხვა დაბებიდან თუ სოფლებიდან, რომლებიც ომის პირველი დღეებიდან თავგანწირვით. ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მათი უმეტესობა სოხუმის 23 ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა, რომელიც გულრიფშის სატანკო ბატალიონის სახელით არის ცნობილი. თემურ ზარანდია მე-6 ბატალიონის სატანკო გულრიფშის მეთაური. დაათო ღვინჯილია 23 ბრიგადის პირველი მოტომსხმელელი ბატალიონის მეთაური. სოფურია ნოდარი. მსახურობ მე-6 სატანკო ბატალიონში 23 ბრიგადა მეორე კორპუსი. ომამდე ვიყავი სკოლის მასწავლებელი, ფიზმომზადებისა და სამხედრო დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებელი ვიყავი. ეს ბატალიონი როგორც შეიქმნა, უფრო მეტად დაკომპლექტებული იყო გულირიფშელების გულირიფში მცხოვრები მოსახლეობის. ყველა ეროვნება ხებულობდა მონაწილეობას. მაგათ შორის იყო სომხური ეროვნების ხალხი 35 კაცამდე. აქედან 18 კაცი იყო ჯავშან ტექნიკაზე, ტანკებზე, დანარჩენები როგორც რიგითები, სროლელები მსახურობდნენ მე-6 ბატალიონში. საერთოდ ძალიან ინტერნაციონალური ქალაქი იყო სოხუმი ყოველთვის. სოხუმში ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, სომხები,
ვინ იყო იქ ესტონელები იყვნენ, ჩვენს ბატალიონში იყვნენ, ესენი ყველა. მე ახლა არ ვიცი იმათი შემადგენლობა, მაგრამ დაახლოებით ვიცი, ზუსტად იგივე ის იყო შემადგენლობა იყო იქით ამ მხარესაც. რა არის, როგორ ყალიბდებოდა ეს? შენ ვისთან ხარ, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს კარგი, მეგობარი არის, ის შენ გვერდში დგება. იგივე სიტუაცია მოხდა, ახლა იქ ვინ იყო სწორი და ვინ იყო მართალი, ეს უფრო აი ამ დონეზე ჭრდებოდა, რომ აი მე მაგას ყავს ვიღაცა მეგობრები ქართველები, ესენი არიან ძმაკაცები, ესენი გვერდში გვიდგანან. სომხები იყვნენ ძირითადად ადგილობრივები. ბატალიონში სხვადასხვა სიტუაციები არის, ხან ბატალიონის შტაბში ჭირდება რაღაცა და როგორც ჩვეულებრივად სამხედრო ნაწილი ისე ფუნქციონირებდით. გამორჩეული იყო რამდენიმე პიროვნება, ერთი განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება. ეს მოვიდა ჩემ ძმასთან ერთად. ჩემი ძმა და ეს მეგობრები იყვნენ, მარკარიანი იყო გია. წარმოშობით ესენი იყვნენ, მე მგონი ყარაბახელი სომხები. ძალიან გულიანი ბიჭი იყო. სადაც რამე რო ხდებოდა, ჩემი ძმაც ესეთი იყო ცოტა ესა და ვცდილობდი ესენი რო ერთად ყოფილიყვნენ შეარაღების აწყობში, მაგრამ რამე რო მოხდებოდა, სულ წინძურებოდნენ და ყველაზე გამორჩეული ესეთი სიტუაცია იყო ჩვენთან განსაკუთრებული 16 მარტის ბრძოლები რო იყო. იქ მოხდა ისე რომ გარკვეული პოზიციები ჩვენ დავკარგეთ, ასე ვთქვათ, შემოვიდნენ იმ პოზიციებზე და როდესაც დამხმარე წამოვიდა, ეს ჩემი ძმა იქ დაიჭრა მაშინ იმ პერიოდისთვის 16 მარტს და ეს გიაც მარკარიანიც მოვიდნენ აბა რა და დამხმარე ძალა რო იყო, ამას თან იცოდა პოზიციები, ამას მივეცი 40 კაცი და გია მეუთხარი მესამე ასეულს უჭრს და ეს შევიდა და იმ პოზიციები, ასე ვთქვათ, გაანთავისუფლა იქ, მოიხსნა იქ ალყის ისინი საშიშროება. იქ ტყვეებიც აიყვანეს რაღაცა ის. წარმატებული და პირველი კაცი, ვინც დავაჯილდოვით ჩვენი ბატალიონიდან საერთოდ, ეს იყო ეს გია მარკარიანი. მე ისე მოხდა რომ როდესაც მე დავიჭერი, მე და გია ერთად ვიყავით. ისიც დაჭრილი იყო ასხოლკით, მაგრამ დადიოდა და მე ფეხში დავიჭერი და ერთად გამოვედით. რუსიანი იყო ერთი ჩვენთან. ვიაჩესლავი სლავა. ეს იქ დაიღუპა. აი ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერები თუ არიან თქვენთან? კი, თქვენ წინაშე არის ეგ. თქვენ რომელი ხარისხის გასული? მესამეს. მესამესი. კიდევ არის ორდენების არ არის ახლა ავატყოფია, მაინც იქ არის. ნამსხვრევები აქვს ფეხში, მე ტუბერკულოზის აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ახლა გუშინ იწვევს ავატყოფაში, ახლა აქ არის ის როგორ არ გაჩერდა. სომეხია გვარად, ორი ის მეორე არის ის გორგასლის ორდენით არის დაჯილდოებული. და მისი ძმა შემდგომში მე შემდგომში ვიყავი ბათუმაში ტყიბულის ბრიგადაში შინაგანი ჯარების და იქ იყო მისი ძმაც არამი ის ტყიბულში არის დასაფლავებული. სერგო იყო ნიკოგოსოვი ძალიან კარგი ბიჭი, ეს თბილისელი ბიჭი იყო დაზვერვაში, ჩვენს დაზვერვის ოცეული ყავდა და ომის შემდგომ, როდესაც უკვე დაიკარგა სოხუმი და გადმოვიდა აფხაზეთში, რატომღაც ესეთი გულიანი ბიჭი იყო და სვანეთში წავიდა მაშინ და გუჯარ ყურაშვილთან ერთად იყო, იქ ბრძოლების დროს დაიჭრა მძიმედ და დაიღუპა, მე როგორც ვიცი და აი ეს გამორჩეული პიროვნებები იყო რამოდენიმე, რომელიც ჩემ ეხსიერებაში დარჩა და არიან. მე ომამდე მე დასავლეთიდან ვარ, უფრო სამეგრელოდან ვარ, ჯარი რო დავამთავრე, წავედი სოხუმში. ერთი და სამუშაოდ, მეორე და მინდოდა უმაღლესი დამთავრებია, დავამთავრე საინჟინრო მექანიკოს ფაკულტეტი და ჯარიდან რო ჩამოვედი, სტარშინა ვიყავი რო ჩამოვედი. საიდუმლო ნაწილში მსახურობდი. მაშინ საიდუმლო იყო. ეხლა რასაც თქვენ ომში შეიძლება გინახიათ დიდი ქვემეხები, სამახոտკები. და დასამტნი იმას ეკუთვნოდა ესენი ყველაფერი და მომიწვიეს მეც კომისარიატიდან და მივედი. ომის დაწყებამდე მსახურობდი სატანკო ნაწილში, რუსეთ მონღოლეთში. ხო და როდესაც დაიწყო ეს ომი,
მაშინ ჩემი სურვილით მივედი მე-6 სატანგო ბატალიონი, რომელიც ყალიბდებოდა. ჩამოყალიბებული იყო და ნელა ასე ვთქვათ, ფრთებს შლიდა. მივედი ნოემბრის თვეში, როგორც მოგახსენეთ, გაგრა უკვე დაცემული იყო და ყავდა სულ 3 ტანკი. სომხების ერთი ასეული იყო ჩვენთან, სატანკო ასეული. ხო და ეს ასეულში მარტო ერთი ლოლაძე იყო, ისა რა ქვია, ქართველი, დანარჩენი ყველა სომხები იყვნენ. ასევე მე არ შევსწრები ვარ პირადად, მაგრამ ვიცი 3 სომეხი ტანკისტი, რომელიც ბოლომდე ისროდა ალმოდებული ტანკიდან და სადღაც ხუმთან დაიწვა. მაგათ მეთაური იყო გრიშა კაჯოიანი, გრიგოლ კაჯოიანი, ჩვენ გრიშას ვეძახდით მას, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად ემობდა ბოლომდე. ხო და ერთ-ერთი შეტაკების დროს ტანკს მოხვდა რეაქტიული ჭურვი, მართვადი ჭურვი. ხო და სური კაჯოიანი სამწუხაროდ დაიწვა. ამ იმარა ქვია, მე მექანიკოსი გადარჩა. თვითონ ვინც ისროდა გრიგოლ კაჯოიანი და ის უცებ არ ამოხდა, კიდევ ცდილობდა სური კი ამოიყვანა, მაგრამ გავარვარდა ეს ტანკი, უკვე ძალიან დაიწვა ესე კი რაღაც საშილად, რომელიც მე თბილისში გადმოვიყვანეთ და გოგი წერეთს განსვენებმა, გოგი წერეთმა აქ გადაარჩინა ის. მაგრამ ფიზიკურად ძალიან ესე იგი ცუდად გზნობდა თავს. მიუხედავად ამისა ის დაბრუნდა და განაგრძო ბრძოლა და ჩვენთან ერთად გამოვიდა. სური გზა მინდა ვთქვა აუცილებლად, ძალიან კარგი პიროვნება იყო ის, რა თქმა უნდა, ძალიან წყნარი, პატიოსანი, წესიერი და ეს დამწვარი ადამიანი უკვე გარდაცვლილი ჩავასვენეთ, რა თქმა უნდა, რომ მივიყვანეთ სახლში. ახლა იქ სტუბრად მისთვის და მოსვლისა და ესე ვთქვათ, ერთმანეთის ოჯახების გაცნობის დრო არ იყო, ომი იყო. ხო და რომ ნახეთ, საშინელება იყო ეს კაცი როგორ წამოვიდა ომში. მე არ ვიცი, ესე დედა კოჭლი იყო, ინვალიდი იყო, საწყარ ფეხის ტკიოდა. მამა ჯოხი დადიოდა, კასტილებით, პროსტორად, ისიც ინვალიდი. ხო და მოკლედ ეს ყველაფერი დატოვა იმ კაცმა და წამოვიდა ომში ჩვენთან. წამოვიდა თავგანწირვა და რა ისა ეს, ხო? როგორ შეიძლება ეს არ აღნიშნო და გულთან არ მიიტანა. ერთი სოფლის თავმჯდომარე იყო სომეხი კიდე. მან ბოლომდე იბრძოლა იქ როგორც მოგახსენეთ ამჟამად და ბოლომდე იბრძოლა და ისიც დაიღუპა იქ. ყოველ შემთხვევაში ვერ მოვიძიეთ ვერსად. ტანკის მეთაური იყო და წინა ხაზზე ეშერაში დაიღუპა. როგორც მებრძოლებმა ძალიან კარგი სახე აჩვენეს ბრძოლაში, ერთი წუთითაც არ მიუტევებიათ ბატალიონი. დაჟე იყო შემთხვევა ის, რომ ერთი ძმა ის კვიდრიძმები არ იყვნენ, ნუ ბიძაშვილები იყვნენ. და როცა შემოტევა დამთავრდა, ჩემთან მოვიდა ეს ბიჭი და ნებუნება კამანდირ იქო ჩემი ბიძაშვილი წევს. და ნება მომეციო ეს ცხედარი წავიღო და ჩემ სასაფლაოზე დავასაფლავო. ბარას ვერ ყოდი. ბატონო მე უთხრა. არავის არ გაუგია, არც თავრობას და არც არაფერს. ბიჭები მივახმარე, მანქანა მივეცი და წაიყვანა და თავის საგვარეულო სასაფლაოში დაასაფლავა. ასეთები ხდებოდა. კიდევ ერთ რაღაცას მინდა გაუსვა ხაზი. სომხური სოფლები, რომელიც იყვნენ, აი ეს 34 ბიჭი ვინც იყვნენ სომხური სოფლები აფხაზეთში რომ იყვნენ. ჩვენ დაჟე საკვებით ვეხმარებოდნენ. ინ კარტოფილი იყო, კიტრი, პამიდორი,
შვედი ხორცს გამოგიგზავნიდნენ. ეს თანადგომა რამ გამოიწვია და იმიტომ რომ ჩვენ ერთად ცხოვრობდით გულივიშის რაიონში. თითქმის ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. თითქმის ყველა სამსახურიდან იყო, მეზობლობა იყო, ეს ყველაფერი ერთად ვატარებდით, ქორწილი იყო, ხინი იყო, გაჭირება იყო, ერთად ვიყავით და უფრო მეტად აი ეს კავშირი რო იყო, იმან გამოიწვია რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად დადგნენ. მე ხალხს გაუსვამდი, რატომ შეიქმნა იქით ამხარეს ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი. როცა დაინახეს რომ ჩვენთან ერთად ომობდნენ სომხები და ყველა ეროვნების ხალხი, თითქმის კომისიის გაღმა ცხოვრების სომხები აიძულეს რომ გაეკეთებიათ ეს ბატალიონი. შეექმნათ ეს ბატალიონი და ქართველების წინააღმდეგ გამოიყენეს. Как бы тайком вывезли в Россию. Долгое время был в России. Когда интернет появился, я нашел сначала одних друзей, и потом вот командиры, они мне это сделали. Подсказали, как его найти. ხერა ვიღაც მეხმიანება კაცო. რომელი ხარ მეთხარი და კომანდირი მე ვარო ანდრო თიდა ბიჯო რაშები როგორ ხარ აკედი მე არის ეგ ცოცხალი რო დარჩებოდა ნალდად არ მეკონა აფხაზების დახმარებით წარმოიდგინეთ აფხაზები მოეხმარნენ გადაიყვანეს იქ და ცხოვრობდნენ სადღაც კრასნოდარის მხარეში მერე საშუალება არ ქონდათ ვერ ჩადიოდნენ ახლა სოხუმში მამაც გარდაიცვალა დედა ძმაც და არავინ აღარ დარჩა ამ დროს. ჩამოვიყვანეთ, მოვათავსეთ თავშესაფარში. შემდეგ არ მისცეს სოციალურები, რომ ბინა მიეღო ან ფულადი დახმარება მიეღო. რახან თავშესაფარში იყო, ეგრეთი კანონი ყოფილა, სამწუხარო ძალიან ცუდი. შემდეგ გადავიყვანეთ ნაქირავებში და ეხლა ნელ-ნელა ვახსევთ იმას, რომ რაღაცა ჩვენ ამ დროს თავისი ბინა ქონდეს, თავისი ადგილი ქონდეს, ამ დასახურებულ კაც, ვაჟკაცკაც. დაჯილდოებული არის ეგეც ხედრილი მამაცობისთვის ორდენით და ეხლა ვცდილობთ რომ როგორმე აი ეს კაცი ისე ავაღორძინოთ და ისე ღირსეული ადგილი მიუჩინოთ, იმიტომ რომ არის საქართველოს გამორჩეული გმირი და ვაჟკაცი კაცი. ორივე მხარეს ჰქონდა უძიმესი შეცდომები, რამაც განაპირობა ის რომ ესეთი სისხლიანი დაპირისპირების გაღრმავდა ასე დაპირისპირება. აი მაგალითად ახლა ჩვენ შეიძლება ლაპარაკობთ ხოლმე სამართლიანად ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც სავსებით რეალისტურია. იყო შემთხვევები ქართული მხრიდან, სადაც დანაშაული იყო ჩადენილი, მაგალითად იგივე ოჩამჩერის რაიონის სომეხი მოსახლეობის მიმართ. ისევე როგორც ვაშურის როგორც ქართული მოსახლეობის მიმართ და როგორც აფხაზური მოსახლეობის მიმართ. ეს არის ძირითადად ყაჩაღობა, ქურდობა და სხვა ასეთი ტიპის დანაშაული მანქანების, ავისა უამრავი დანაშაული რომელიც ერთი ჩამოვთვალა. მაგრამ მე ჩემთვის მინდა გითხრათ რომ ეხლა მე ვერ შევადარებ ამ დანაშაულს, იმ დანაშაულს რომელიც მე მეორე მხარემ ჩაიდინა. გულისხმობ ტყვეებთან მოქცევას და გულისხმობ ახალ სოფლის ტრაგედიას. ეს დანაშაული განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების მიეწერება და რეალურად ესეც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კრებსით გამოდის რომ მოსახლეობა ქართული, სომხურიც, აფხაზურიც ძალიან დააზარალა ამ ომმა, ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ იმისათვის რომ ურთიერთობის ახალი სისტემები შეიქმნეს, აუცილებელია ყველამ თავის დანაშაული თქვას. მეორე მხარე თუ არ ამბობს დანაშაულს, მაშინ შენ უნდა მიუთითო მეორე მხარეს დანაშაულზე, მაგრამ შენი დანაშაულსაც ხაზი უნდა გაუსვათ, თქვა რა გაკეთდა. ხო და რა გითხრათ ახლა, ერთ-ერთი მებრძოლი მეკამათებოდა ამის თაობას და მეუბნებოდა რომ ამდენი ძალადობა იყო ჩვენი მხრიდან, მაგრამ ამდენი სიკვდილი არ ყოფილა მშვიდობიანი მოსახლეობის, რაც იყო მოწინააღმდეგესკენ. ხო, შეიძლება ეს ასეც იყო, მაგრამ საერთო სურათს და საერთო მდგომარეობას ეს მაინც არ ცვლის. მე არავის არ ვამტყურებ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ომს ასეთი
მახინჯი წესები აქვს სამწუხაროდ. ეს წესიც არ არის, წესზე მიღმაზგას, მაგრამ არის ასეთი ფაქტები ხდება. დაშებული შეცდომების გამო ჩვენ პირადად მე ვისაუბრე ამ დაშებული შეცდომების გამო უფრო მაღლა უნდა დავთქვი და უნდა ვთქვა, რომ ეს შეცდომები დაუშვით, ეს მოხდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალინდელ დღეში ამ ძველი მოგონებით ვიცხოვროთ. მე ასე მგონია. Есть у вас пожелания? Только одного желаю, чтобы все вернулись в дома, жили как раньше, как братья, за большим столом сидеть, пообщаться, разговаривать, как братья быть, как раньше. Аминь. Эй, хами, Андрюха, мы все вернемся. ფილმის გადაღებისას წარმოებული კვლევის შედეგად დადგინდა. 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის პერიოდში 200-მდე სომეხი მებრძოლი ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და სხვა მოხალისეთა ბატალიონებში. მათგან 57 მებრძოლი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 19 მათგანი დაჯილდოვებულია საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით.
ესეთი მომენტი იყო, რომ სულ ერთი იგივე და სიმღერა იყო, სამწყობრო სიმღერა. რა მოვიგონე ესეთი ლექსი, თან მუსიკა ვერ მოვიგონეთ და ბელაჩაუს მუსიკა ისავქენით რა. ხო. კმარა ანტვია, ან სამართალი, შეერთი ყველო შვილო, ნუსტირი ბრძოლობ შენი ერი ჩაგრული ხალხი, ას გააზვირდა უკვე მეძახის ბრძოლის საყვირი. მოდიან წყობრით ქართველი ძმები ნაბიჯი მათი ხმოვდება მაღლა ცაში მტერსაც კი ესმის რისხვა ბიჭების თავს აფარებენ გველის ფრელებში ტოჩკა